Saladova raskunaga mainteresებს ერთი. ხალხი ვისი ცემი? რა ფერავი? იმას ხალხი ქვია, ვითომ ცხაიფანა. არა, მნიშვნელობა, ვის გალა. რას ქვია, ვის გალახა? ვიდრე იგენი მოსაკლავები არიან, დასახოცები არიან. არის ადამიანობაზე. მომენ ადამიანობაზე მეუბნები, კაცებო, მოსაშაკო მაშინა ვიტყნაურო და იმას ჩემი შვილი ისდება, ხვალ, ზეგ, მასე. აი, ამას ეს არის ადამიანობა? კაციაზე მეუბნები, მენაბარები. სუბიექტური აზრი და არ მაინტერესებს. არა, შენი სუბიექტური აზრი. გზია შეინახე შენთვის. ხო, მე სახში გავაკეთე თქვენ ქალებმა ერთად იტყნაურეთ, კაცებმა ერთად სახში. გამისმინეთ. მე სახში რისი გულისთვის აკეთებ? თამაში არ გამოხდა. აი, რისი გულისთვის აკეთებ? მითხარი ამას. აი, რისი გულისთვის? რისი გულისთვის მითხარი? აი, მითხარი. აი, რომელ ძალადობაზე მეუნები? მადილოსანი თუ რას ხარ? ნეტა მოდ აი სად უნდა გაიზარდოს ბავშვი? მე რომ ხვალ შვილი გაიზრდება და ხვალ მოგახდა მამი, მე უცოლ უნდა მივიყანო და ვინ? თამაზი? მითხარი, ბიჭი მყავს. მე სულ თავის ჰომოფობია ქართულად მითხარი რაცხა ჩვენ ენაზე. სიძულვის, რაც გძულთ ეს ხალხი უბრალო ადამიანები. რა, მომენ უბრალო ადამიანები, ეგ გამოყალებული ადამიანები, იმის და დამუთხარ. რატო სისულელია? ამაირად არ არის, არც ქართულში არ ჯდება, არც ქრისტიანულში, არც ქართულ ტრადიციებში, სადაც ქართველი ხალხი იბრძოდა, სადაც დავით აღმაშენებელი დადიოდა, სადაც თამაროზე დადიოდა, ამნაირი მძიმე ადგილი არ არის. სამ ადამიანების გარას მოითხოვთ რომ არანაირ წავიდნენ სახლებში, თავიანთ სახლებში გააგრძელონ ისეთი არატრადიციული ურთიერთობა, როგორც დღეს აქვს, მაგრამ ქუჩაში არ გამოვიდნენ და ესეთი აღვირახება არ გააქვს. არაფერი მე ჩემს აზრს ხმამაღლა ვაფიქსირებდი და დამოთქვამდი და ესენ რა თქმა უნდა ხა მომართულები იყვნენ იმისათვის რომ ასეთი განსხვავებული აზრის ადამიანებისათვის გაეკეთებიათ რასაკვირველია ოპონირება და გამიკეთეს კიდე და დამესი ამდენი ისეთი ფორმით ახლა კარგად თუ დაუბრუნდებით მიხვდებით რომ ნასვამები არიან და ძალიან თავისუფლება შემიმოწმეს ვარ თუ არა მართლმადიდებელი რატო ჯარგი კეთია ჯვარიო და მე დღეს აქ მოვედი უბრალოდ აქციაზე დასასწრებად, ცოტა გვიან მოვედი და შესაბამისად ის ეტაპი, როდესაც ასე ვთქვათ, ჩარევა მოხდა ამ ადამიანების შეკრების და შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლებაში, მე თვითონ არ შევსწრები ვარ და არ მინახავს. ამიტომ ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ მე მივიღე უკვე ინფორმაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლისგან და შემიძლია გავაკეთო შეფასება. ის რაც მოხდა დღეს თბილისში და თქვენ იცით რომ პოლიციამ არ აღკვეთა ძალადობა სასულიერო პირებისგან მომართული. ამან სამწუხაროდ ძალიან ცუდი გავლენა მოახდინა სხვადასხვა დანარჩენ რეგიონებზეც, ძალიან ცუდი გზავნილი ასე ვთქვათ გააგზავნა რეგიონებში, მათ შორის ქუთაისშიც. კერძოდ კი ის, რომ შეიძლება ადამიანები ძალადობდნენ, შეიძლება ადამიანები დისკრიმინაციას უწევდნენ განსხვავებული ორიენტაციის ხალხს და ეს არის ნორმა. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციასთან განმარტებულობა წარდგა სასულიერო პირი, მის მიმართ არ ტარდება გათვალისწინებული ზომები და ძალიან კარგი თუღმობ და რა ყვავს ამ ქვეყანას გამაგებდება. ეთყევადელი გეების აღლუმი არ არის, ეს არის სიძულვის წინააღმდეგ მიმართული რამ. ეს არის ეგეთი ადამიანი უნდა გძულდეთ. რატო უნდა გძულდეთ? რატო უნდა გძულდეთ? რას მიწამოვიდა? მე აბა არც იგი ვიცი და არც იგი ვიცი რა არის პრობლემა მითხარი შემომესია დაგანო ყველა არ შეიძლება მას აი დღევანდელ დღეს უნდა არა ჩემი საქმე პოლიტიკა არა პოლიტიკა არა დღევანდელი მაგრამ თქვენ ისე შემომესია და ახლა კან თქვენ გონიათ იმეზე ვარ მოსული ჩემი აგერ ცხოვრო გადმოვედი არ შეიძლება გადმოვედი რაღაც მე-13 წელს თუ მეოთხეთ ამერიკას სათვალავი იმის გამეორება რომ ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე საქართველოში იქცა სწორედ ჰომოფობიის გამოვლენის დღედ. იმიტომ რომ ერთია მოვლენები რაც გამვითარდა თბილისში ძალიან სამწუხაროდ და მეორე არის როდესაც ქუთაისში ადამიანები შეეცადნენ რომ დაეფიქსირებინათ ასე ვთქვათ პროტესტი იმის მიმართ რაც მოხდა თბილისში და ნუ პრინციპში თეატრთანაც აღკვეთილი იქნა ეს გარკვეული ჯგუფების მიერ მე ნახე აგე ჩემი რომელიც მუშაობს პარლამენტში ვინა არის გონა თქვენ კიდევ რა არც თქვენია და ასე რომ შემომესია ერთ-ერთი გველი ვარ აქ მე ჩემი მეზობლის სანახავად
აუ ჩავწერე